მე ვარ ქრისტე ხუფენია, TSU-ს დოქტორანტი მენეჯმენტის მიმართულებით და Travel აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი არასდროს არ ყოფილა ჩემი განათლების მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივად ჩართული ვარ განათლების სექტორში, ზუსტად აქედან წამოვიდა ეს იდეა. მენეჯმენტის მიმართულების დოქტორანტი ვარ და ერთ-ერთმა მეილმა, რომელიც მივიღე ჩემი ლექტორისგან, სრულიად შეცვალა ჩემი იდეები და ხედვები და ეს მეილი იუწყებოდა, რომ ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში იმართებოდა ბიზნესის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც უნდა ყოფილიყავი მომხსენებელი და თავისთავად მჭირდებოდა ვიზა. ამ მეილმა გარდაქმნა აბსოლუტურად ჩემი ხედვები და გადავწყვიტე, რომ მიმემართა ტურისტულებისთვის, რომლებიც აკეთებდნენ ვიზას, ვიზის სერვისი ჰქონდათ და წავსულიყავი ამერიკაში. მაშინ ეს ყველაფერი ოცნებად მეჩვენებოდა, ალბათ როგორც ყველას შორეულ ამერიკაში წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში კონფერენციებზე არაერთხელ ყოფილ ვარ მომხსენებელი, მაგრამ ტურისტულებთან ურთიერთობამ რაღაცა ემოცია დამაკლო. ანუ გრძნობდი, რომ ეს იყო ზოგიერთისთვის უბრალოდ ბიზნესი და ანუ ემოცია არ მიუტანიათ გულთან, ანუ მე რასაც გრძნობდი და გადავწყვიტე, რომ მე თვითონ შემევსო, ვიფიქრე, რომ რა უნდა იყოს ისეთი, რასაც ვერ გავაკეთებ, მოვიძიე უამრავი ინფორმაცია, გავედი საკონსულში, მოკლედ და ესე საკუთარი თავის დახმარებით მივიღე ამერიკის ვიზა. ზუსტად მე ასე იყო ინგლისი, ოქსფორდის უნივერსიტეტისგან. ანუ დამოუკიდებლად მიიღე ამერიკის ვიზა, შენ თვითონ გააკეთე ყველა პროცედურა? მე თვითონ გავაკეთე ყველა პროცედურა, თუმცა აქვე მინდა გაგიზიაროთ ისიც, რომ პირველ გასაუბრებაზე მქონდა უარი. რასაც ჩემს მომხმარებლებს ახლა ხშირად ვუზიარებ ხოლმე და ვეუბნები, რომ პირველი უარი არ არის გადამწყვეტი და იმდენად მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო ჩემთვის, ძალიან მინდოდა რომ წავსულიყავი და 5 დღეში ისევ გავედი ვიზაზე და მივიღე დადებითი პასუხი. ზოგადად ცხოვრებაში ვფიქრობ, რომ ერთი არ არის განაჩენი და თუ რაღაც ნამდვილად გინდა, ყოველთვის უნდა გადადგა შესაბამისი ქმედი ნაბიჯები იმისთვის, რომ მიაღწიო მიზანს და ჩემ შემთხვევაში ეს გადაწყვეტა, რომ 5 დღეში მივიღე, მაშინ ახლა სხვა პროცედურები არის და 5 დღეში განმეორებით ვერ გახვალ გასაუბრებაზე, თუმცა მაშინ ეს შესაძლებელი იყო და ყოველ ჩემს მომხმარებელს, ვისაც ამას უზიარებ, აინტერესებს, რომ რა შეიცვალა 5 დღეში, ანუ რატომ შეხვედი 5 მაინტერესებს მეც რა შეიცვალა. ზოგადად ამერიკის პროცესზე არ ვიცი თუ ვისაუბრებთ ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად თავდაჯერებული ხარ, რამდენად სწორად მიაწოდებ კონსულს ინფორმაციას, რატომ გინდა გამგზავრება. პირველ ჯერზე, რა თქმა უნდა, გასაუბრებას ახლდა თავისი ემოციური ფონი და მე ვერ შევძელი ამ ჩემი მიზნების სრულად რეალიზება და მიწოდება კონსულისთვის, რამაც გამოიწვია უარი და ზოგადად 5 წუთში ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. მეორე ჯერზე მე როცა უკვე გავაცნობიერე ეს ყველაფერი და მივხვდი, რატომ მითხრეს უარი, აბსოლუტურად მომზადებული, თავდაჯერებული, შესაბამისი დოკუმენტაციით წარვსდექი კონსულის წინაშე და მივიღე დადებითი გადაწყვეტილება. ეხლა პროცედურულად სამწუხაროდ ესე აღარ ხდება და უარებულებისთვის ცალკე რიგი არის და შეიძლება იყოს ეს 1 თვე, 2 თვე, თუმცა ეს მაგალითი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება არც არაფერი არ შეიცვალოს წინა უარიდან, მაგრამ ჩემში შეიცვალოს რაღაც, ანუ ჩემი მიზნობრიობა კვეთრად გამოვაჩინო კონსულთან, რის გამოც მე გადავწყვიტა, რომ აი პირველ ჯერზე სრულფასოვნად ვერ წარმოვაჩინე ჩემი თავი, მაგრამ ახლა ემოციურად მზად ვარ იმისთვის, რომ კონსულს ზუსტად ვუთხრა მე რა მჭირდება და რომ აუცილებლად დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში. რამდენი ხანია რაც არსებობს შენი კომპანია? 2023 წელს ჯერ კიდევ როდესაც საქართველოს ბანკში მუშაობდი და ამ კონფერენციებზე ვიყავი მომხსენებელი ამერიკაში და ინგლისში ოქსფორდის უნივერსიტეტში, მაშინ გადავწყვიტე, რომ მე შემექმნა სივრცე, სადაც ადამიანებს დავეხმარებოდი და ზოგადად ნებისმიერ ჩემს საქმიანობას ვუდგები ისე როგორც ადამიანების მხარდაჭერას და მინდოდა რომ შემექმნა სივრცე, სადაც უბრალოდ როგორც ბიზნესი კი არ იქნებოდა ეს ყველაფერი, არამედ იმ ემოციებს მოვიტანდი ჩემამდე, რაც მე მაშინ დამაკდა, როდესაც მე მჭირდებოდა ვიზის სერვისი და ზუსტად ასე 2023 წლის ერთ დღეს გავხსენი Facebook გვერდი, ბიზნეს გვერდი და ერთი ძალიან ჭყალებში ღარიბული პოსტი გამოვაცხვე, სადაც ადამიანებს ვეუბნებოდი ვინ ვარ და რატომ გავიხსენი. და ასე დაიწყო ეს ისტორია. და როგორ იყო პირველი გამოხმაურება თუ გახსოვს? პირველი მომხმარებელიც მახსოვს, იმიტომ რომ მე ამ სფეროში ვიყავი აბსოლუტურად გამოუცდელი და ვიღაცა გენდობა. რა თქმა უნდა, მე მქონდა შესაბამისი ცოდნა, თეორიულიც, გამოცდილება, თუნდაც 10 წლიანი საბანკო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ამ დროს, მაგრამ ის რომ შენ არასდროს არ გაგიწევია მომსახურებას, სავიზო მიმართულებით და ადამიანი გენდობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ეს მაშინ და ეს მომხმარებელი დღემდე მახსოვს და დღემდე მაქვს მასთან ურთიერთობა.
ურთიერთობა და იყო დადებითი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად გარკვეულწილად იღბლიანი ადამიანიც ვარ და ეს იღბალი ჩემს მომხმარებლებზეც გადადის და რა თქმა უნდა ამ დადებითმა გადაწყვეტილებამ მე გამოიწვია ის, რომ იმან თავისი მეგობარი მოიყვანა და ესე პირველი ხუთეული, ასე ვთქვათ, იყო ყველა დადებითი და ესე დადებითად დაიწყო ჩემი ტურისტული საქმიანობა, რამაც მეც უფრო მეტი мотиваცია მომცა იმისთვის, რომ ეს საქმე მეკეთებინა და გამეგრძელებინა. ჩემს კომპანიას საერთოდ სხვა სახელწოდება ჰქონდა და რამდენჯერმე განიცადა სახელის ცვლილება ამ რეორგანიზაციის პროცესში და მქონდა სხვადასხვა მიმართულებები, თუმცა მე უკვე ჩამოვყალიბდი ისეთ მიმართულებაზე, როგორც იყო ამერიკა და ინგლისი და დღეს ძირითადად საგანმანათლებლო ტურიზმს ვახორციელებ ამ მიმართულებით და travel აკადემია, თვითონ აკადემიის სახელწოდება გამოიწვია იმან, რომ ეს არის განათლების მიმართულება, ანუ ტურიზმი განათლების მიმართულებით მხოლოდ და ძალიან იშვიათად ვახორციელებ არაგანათლების და არაპროფესიული მიმართულებით ტურებს. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი რაც მაქვს არაპროფესიული მიმართულებით, ეს არის აგვისტოს ტური, რომელიც მიმდინარე წელს მაქვს დაგეგმილი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო და არაპროფესიონალ ადამიანებსაც უნდათ ასე ვთქვათ, რომ ეს მომსახურება მიიღოთ ჩვენგან. თუმცა travel აკადემია მოდის იქიდან, რომ ეს არის აკადემიაც, არის მოგზაურობაც, არის ტურიზმიც. აი კიდევ უფრო კარგად გასაგები რომ იყოს მაყურებლისთვის, რას მოიცავს საგანმანათლებლო ტურები? საგანმანათლებლო ტურები მოიცავს იმას, რომ ყველა პროცესი დაწყებული, მაგალითად პირობითად ნოემბერში განხორციელებული ტური რო ავიღოთ, რომელიც მქონდა სტომატოლოგებისთვის ნიუ-იორკში, მოვიძიე სტომატოლოგიური ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა და გამოფენა რატომ ავირჩიე, ამაზეც გავუსმევ ხაზს, იმიტომ რომ ყველამ არის ის ინგლისური ენა, რომ დაესწროს პირობითად კონფერენციას, მაგრამ სურვილი აქვს, რომ განავითაროს საკუთარი თავი, უფრო მეტი კავშირი ჰქონდეს საერთაშორისო მიმართულებით და ზუსტად ამისთვის ვეძებ ხოლმე გამოფენას და სტომატოლოგებისთვის მოვიძიე გამოფენა, სადაც ყველა პროცესი დაწყებული თვითონ ამ გამოფენაზე რეგისტრაციიდან, რა თქმა უნდა, სავიზო პროცესიც, მე უკვე გამგზავრების პროცესიც თავიდან ბოლომდე იყო ჩემი დაგეგმილი და მე თვითონ მივყვები ტურის მონაწილეებს. ანუ განათლების მიმართულება არის იმიტომ, რომ კონფერენციები, გამოფენები, გაცვლითი პროგრამები, მოკლევადიანი ამ ყოველფრის ორგანიზებას ვახდენ პროფესიონალებისთვის სხვადასხვა სფეროში. ძირითადად კორპორატიული ტურები გაქვს ხოლმე თუ არის ინდივიდუალური, სადაც ჯგუფებს კრავ? ძირითადად აქამდე რაც მქონდა იყო კორპორატიული, თუმცა მქონია გამოცდილება სხვადასხვა ჯგუფის შეკვრის, რაც საკმაოდ რთული და ესეთი სერიოზული გამოცდილება არის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან რთულია სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები დააკავშირო ერთმანეთს და გაანაწილო ისე თუნდაც სასტუმროს ნომერი რო ავიღოთ, შეიძლება უცხო ადამიანთან ერთად უნდა იყო და ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ორი ერთნაირი ინტერესის და ასაკის შესაძლებლობის ფარგლებში ადამიანი დავაკავშირო ერთმანეთს და ძალიან მადლიერებიც ყოფილა მსგავსი ტურების მერე, იმიტომ რომ როდესაც ადამიანთან ურთიერთობა გაქვს, თავისთავად რაღაც გარკვეული შთაბეჭდილება გექმნება მასზე და ყოველთვის მომიძებნია ორი სწორი ადამიანი ერთად, რომლებსაც შემდეგ მეგობრობაც კი გაუგრძელებიათ ტურის დასრულების შემდეგ. ევროტურებისგან განსხვავებით, საკმაოდ რთულია ლონდონის და ამერიკის ტურები. რა მთავარი გამოწვევები გაქვს ხოლმე ამ მხრივ? თუნდაც იგივე ვიზის მიღება. ზოგადად ცხოვრებაში მიყვარს ისეთი რაღაცების კეთება, რასაც სხვა არ აკეთებს და ალბათ ამ მიმართულების ინგლისის და ამერიკის არჩევა ზუსტად ეს იყო, რომ პირველ რიგში საქართველოში არ მეგულება ტურისტული კომპანია, რომელიც ასე უშუალოდ მუშაობს ჯგუფურ ტურებზე ამერიკის და ინგლისის მიმართულებით და ვფიქრობდი, რომ ამ მიმართულებითაც სჭირდებოდათ ადამიანებს მხარდაჭერა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ინგლისის და ამერიკის სავიზო პროცესები არ არის მარტივი. დროშიც გაწელილი ხანგრძლივი პროცესებია, ხო? არც ისე ხანგრძლივი პროცესი, ეს პროცედურა საკმაოდ შეიცვალა, ადრე იყო პირობითად ამერიკის შემთხვევაში თითქმიანი რიგები და ახლა ასე არ არის. ანუ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში შეგვიძლია ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ვიყოთ, ამ ადამიანს აქვს ვიზა, მიიღო თუ არა და მე უკვე გავაგრძელოთ თვითონ ჯგუფის დაკომპლექტების საკითხი და სხვა პროცედურები, რომელიც ასევე დროსთან არის დაკავშირებული. თუმცა ჩემი მხრიდან, ანუ მომხმარებელს შეიძლება დროში არ გაეწელოს, მაგრამ თვითონ ტურის შედგენის პროცესი ჩემთან გრძელდება თვეების განმავლობაში, იმიტომ რომ თითოეულ ტურს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და როდესაც შორეულ შტატებში მიყავს ადამიანი, რასაკვირველია, ეს საქმე არ კეთდება რამდენიმე დღეში და მოითხოვს აბსოლუტურად ღამეებიც მითერებია იმისთვის, რომ ყველაფერი ყოფილიყო ორგანიზებული, სტრუქტურირებული და მომხმარებლისთვისაც ჩემთვისაც სასიამოვნო. ანუ შენი ტური მთლიანობაში რას მოიცავს? დაგეგმვას კონკრეტულ კორპორატიულის შემთხვევაში, თუნდაც ინდივიდუალური შემთხვევაში და აბსოლუტურად
ყველა მომსახურება შედის ამ მხრივ? აბსოლუტურად ყველა პროცესი შედის. კი, მომხმარებელს არ უწევს ზედმეტი ფიქრი იმაზე, როგორ, სად, რანაირად უკვე ნდობის საკითხიც არის, კომპანიები მიკვეთავენ მსგავს ტურებს და იციან, რომ მე ამ საქმეს სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდები. სასტუმროს ხარისხი, ლოკაცია, ყველაფერი წინასწარ მაქვს გათვლილი და აბსოლუტურად მორგებული ვარ მომხმარებელზე, იმიტომ რომ როდესაც ჯგუფურ ტურში მიყავს ადამიანები, ძალიან რთულია, პირობითად შეიძლება რაღაც ნაკლები საფასური დააწესო და წაიყვანო პირობითად 4 ვარსკვლავიან სასტუმროში, მაგრამ ვიღაც უკმაყოფილო დარჩეს. მე მირჩევნია ხოლმე რომ უფრო მაღალი საფასური დავაწესო და ვიღაცამ არ მითხრას რომ აი ეს სასტუმრო არ იყო ჩემთვის მოსაწონი და ყოველთვის ვირჩევ მაღალი კლასის მომსახურებას მომხმარებლისთვის, ვინც ყველას ინტერესს მოერგება. რამდენ ხნიანია ეს ერთი ტური მაგალითად და მაქსიმალური ან მინიმალური რაოდენობა ჯგუფის წევრები, რამდენი შეიძლება რომ იყოს, რომელსაც შენ პირადად დაორგანიზებ და ამერიკის ტურები არის ერთკვირიანი და ასე გამოწვევა აქვს ხოლმე და მეუბნებია რომ 100 შორს რომ მივდივართ 10 დღით მაინც გააკეთე. თუმცა ერთი კვირის ვადით შემოვიფარგლები ხოლმე, იმიტომ რომ გამოფენას ერთი დღე ეთმობა და კონფერენციას და დანარჩენი დღეები შტატს ვათვალიერებთ და აბსოლუტურად ჩართული ვარ ამ პროცესშიც და უბრალოდ რაღაც განათლების მიმართულებით კი არ მივდივართ, არამედ ის რომ ქალაქიც დავათვალიერებინო, ამაშიც მონაწილეობას მევღებულობ გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი ჩემი დაგეგმილი არის და ვიცი რა როგორ რა მიმართულებით წავიდეთ და რა მოეწონება მომხმარებელს, ანუ სრულად შედგენილი პაკეტი. და შეიძლება ინგლისის მიმართულებას ძირითადად 5 სრულ დღეს მოიცავს ტური და აქაც მთხოვენ ხოლმე რომ 2 დღე დავამატო, რაც ზოგჯერ გათვალისწინებადი არის, თუმცა ხარჯებს ზრდის და ხშირ შემთხვევაში ვერიდები ხოლმე და მირჩევნია რომ იყოს ბევრისთვის ხელმისაწვდომი და შემოვიფარგლოთ ნაკლები დღეებით. თუმცა იმდენად ათვისებული გვაქვს ხოლმე ეს 5 დღე რომ ჩამოდიან მეუბნებიან რომ აი თურმე საკმარისიც კი ყოფილა. მაქსიმუმ 15 ადამიანისგან შედგება ტური, იმიტომ რომ ტურს მივყვები მარტო მე და მართვადიც იყოს და ერთმანეთთან ურთიერთობაც მონაწილეებისთვის იყოს კომფორტული და გადაადგილების კუთხითაც არ ვიყოთ იმდენი რომ აი პირობითად რაღაცა დისკომფორტები შეგვექმნას ამ კუთხით. არსებული დიდი კონკურენციის პირობებში მაინც რა არის ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ის რაც შენს კომპანიას აქვს და სხვა ტურისტულს არ აქვს? მე ვიტყოდი იმას, რომ სავიზო მომსახურება ძალიან ბევრი ტურისტულს აქვს და მიუხედავად ამისა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩემს კომპანიას ყავს რაოდენ ხმამაღალი ნათქვამიც არ უნდა იყოს კონკურენტი, იმიტომ რომ ვიღაცა ეს დიფერენცირებულად თავაზობს ამ სერვისებს, ანუ შეიძლება კონდეს სავიზო სამსახური, შეიძლება უყიდოს ბილეთები, მაგრამ ასე კომპლექსურად ის რომ ვიღაცას მიმართო უბრალოდ და გაუგზავნო რაღაც დოკუმენტაცია და იმან დაგიგეგმოს გამოფენაზე რეგისტრაცია, თან გამოყვეს სავიზო პროცესები მოგამზადოს გასაუბრებისთვის და ყველა დეტალი ესე გაიაროს. ფიქრობ, ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე რომელიმე ტურისტულს აქვს და ასევე ფიქრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ბექგრაუნდი, რაც გაქვს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ვახსენე, რომ არ მაქვს ტურიზმის მიმართულებით განათლება, 10 წელი ვმუშაობდი საქართველოს ბანკში და ეს ფინანსური განათლება განსაკუთრებით ინგლისის შემთხვევაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სადაც თითოეული ციფრი და ასო არის გადამწყვეტი და ძალიან ბევრჯერ სამწუხაროდ ჩემამდე მოსულა მომხმარებელი, რომელსაც ცნობილი კომპანიისთვის მიუმართავს, მაგრამ გარკვეული ციფრი თუ ასო ზუსტად გამხდარა უარის მიზეზი და ინგლისი ამ შემთხვევაში დეტალურად იწერება ახსნა განმარტებას თუ რატომ დააუარეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განათლება და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ რომ არა ეს ჩემი ფინანსური განათლება, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ინგლისის ვიზების ასე სტატისტიკურად დადებითი მაჩვენებლის მიღება და ჩვენს კომპანიას 20-დან 19 დადებითი პასუხი აქვს ვიზაზე. ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობას ან ბიზნეს საქმიანობა ორიენტირებულია იმაზე, რომ მოგება მიიღო, მაგრამ ჩემთვის არის ჯერ ადამიანი და მე არის სარგებელი. ანუ თუ ჩემამდე მოვიდა ადამიანი, რომელიც თავისი ისტორიით ხვდები, რომ ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღების პირობებს, ასეთ ადამიანს არასდროს არ უსევთ ვიზას და ვეუბნებით რა გამოასწოროს იმისთვის, რომ იმედებს არ აძლევ. არასდროს არ ვაძლევთ ადამიანებს ცრუ იმედებს და ეს არის კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ აი რაღაც კუთხით ზედმეტი ხომ არ მომდეს, იმიტომ რომ სანამ მომხმარებელს პასუხი მოუვა, დადებითი თუ არ ყოფით გადაწყვეტილება, მე უფრო ვღელავ ხოლმე და მე ყოველს პასუხს ისე ველოდები, როგორც ველოდებოდი ჩემსას და აი არასდროს არ არის, რომ ეხა მოვემსახურე, ყველაფერი კარგად გავაკეთე და ამით დასრულდა არა. აი ყოველ დღე, აბსოლუტურად ყოველ დღე იმაზე ფიქრში ვარ, რომ აი ნინოს რო შეუსე, აი ეკას რო შეუსე, რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს და ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა საქმეში ზუსტად ეს არის
მნიშვნელოვანი, რომ გაითავისო, გიხაროდეს, შენს ელოდებოდე და არა უბრალოდ ის, რომ მოვემსახურე და ეხლა ამით დამთავრდა. გახსენებათ, რომ ამერიკამ გარკვეული რეგულაციები დააწესა ჩვენს ქვეყანაზე აპრილის თვიდან და ვიზა გამომდინარე იქიდან, რომ ვიზის ვადები შეიცვალა, მომხმარებლის მხრიდან, ასე ვთქვათ, ბევრი კითხვა გააჩინა ამან. თუ ადრე ძირითადად და 90%-ით დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზა იყო 10 წლიანი და მრავალჯერადად შეგეძლო რომ წასულიყავი და დაბრუნებულიყავი, ეხლა ეს ვიზის ვადა არის მხოლოდ 3 თვიანი, რამაც რა თქმა უნდა გარკვეული გამოწვევები გააჩინა და ის ბონდი, რაც დააწესა ამ რეგულაციებმა, დადებითი პასუხის შემთხვევაში 5, 10 ან 15000 დოლარი უნდა დავდო ერთი თვის ვადაში საკონსულს ანგარიშზე იმისთვის, რომ ჩამეტყან ვიზა. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს, რომ თუ კონსული მეტყვის გასაუბრებაზე, რომ დადებითი გადაწყვეტილება არის, მხოლოდ ამის შემდეგ მიწევს ამ თანხის დადება და რა თქმა უნდა ამერიკაში გამგზავრების და დროულად დაბრუნების მერე, რაც თავისთავად ესე უნდა მოხდეს და არ დავარღვევთ ვიზის პირობები, ეს თანხა უკან დაგვიბრუნდება. თუმცა ვიღაცას შესაძლოა ეს 15000 დოლარი არ ქონდეს იმისთვის, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი გაყინოს ანგარიშზე და ეს გარკვეული კუთხით არის გამოწვევა. მაგრამ ჩემი კომპანია ძირითადად ისეთი მიმართულებით მუშაობს, როგორც აღნიშნე, პროფესიული მიმართულებით ძირითადად და ადამიანები აქტიურად მუშაობენ და აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ ეს თანხა დადონ ანგარიშზე. ამ კუთხით ჩემს კომპანიას მომართვიანობა ამ რეგულაციებითაც არ აქვს, მაგრამ უშუალოდ ვისაც მხოლოდ ვიზა უნდა და არა ტურით წამოსვლა, მათთვის არის გარკვეული გამოწვევა თავისთავად. ხო, ამაზეც ჩვეულებრივად მუშაობ მხოლოდ ვიზავისაც უნდა და არა ტურით წამოსვლა. ხო, ამაზეც ბევრი მომხმარებელი მეკითხება, ძალიან კარგი შეკითხვა არის. ბევრს უნდა რომ მხოლოდ ვიზაზე მომემსახურო და შეიძლება საერთოდ არ უნდა შენი ტურით წამოსვლა და რა თქმა უნდა, ჩვენმა კომპანიამ საქმიანობა ზუსტად სავიზო სამსახურით დაიწყო და ძალიან ბევრი ვისაუბრე ხა ინგლისზე და ამერიკაზე. მხოლოდ ამ ქვეყნებით არ შემოვიფარგლებით, გვაქვს ირლანდიის, კანადის მიმართულებით სავიზო სამსახური და კანადის ჯგუფური ტურით დაგეგმილი გვაქვს ასევე სტომატოლოგებისთვის იანვარში. რა მთავარი რეკომენდაცია გექნებოდა ადამიანებისთვის, ვისაც ასეთ ქვეყნებში უნდა წასვლა? იმ ქვეყნებზე, სადაც გასაუბრება არ არის, მაგალითად კანადის, ირლანდიის და ინგლისის შემთხვევაში არ არის გასაუბრება? გასაუბრება არ არის, იგზავნება აპლიკაცია და დოკუმენტები და წინასწარ დიდწილად შესაძლებელია იმის განსაზღვრა, ვის მისცემენ ვიზას და ვის არა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კომპანიისთვის პროცედურა არის გაცილებით მარტივი და მომხმარებელს რო გაესაუბრები, მიხვდები, რამდენად აკმაყოფილებს ეს ადამიანი ვიზის მიღების პირობებს და არ არის გასაუბრებაზე დამოკიდებული. დამოკიდებულია მის დოკუმენტაციაზე. თავარი რა არის მაინც რა შემთხვევაშიდაც არც ერთ ვარიანტში არ აქვს შანსი იმის, რომ მიიღოს ვიზა. ეს არის შემოსავალი ინგლისის, ამერიკის და ირლანდიის შემთხვევაში, ანუ სადაც გასაუბრება არ ტარდება, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გქონდეს სტაბილური შემოსავალი, რომელიც არის ოფიციალურად ხელფასი, იჯარა, ბიზნესი ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი. გულუბრყვილო, მიამიტი მომხმარებელი და არ გახდეს მსხვერპლი, ვთქვათ, ვინმესი. ძალიან მტკივნეულ საკითხს შეეხეთ და სამწუხაროდ ჩემთან ბევრი მომხმარებელი მოდის, რომელმაც ძალიან დიდი თანხები გაიღო იმისთვის, თაღლითობის მსხვერპლი არიან და გონიათ რომ რაც უფრო დიდ თანხას დადებენ ანგარიშზე პირობითად, მით უფრო აქვთ ვიზის მიღების შანსი და ანუ თანხა რომ დადე ანგარიშზე საერთოდ არ არის საკმარისი იმისთვის რომ მიიღო ვიზა. პირველი და უმთავრესი რის გარეშეც არასდროს არ ვაგზავნით აპლიკაციას და აზრი არ აქვს, ეს არის შემოსავალი, რომელიც უნდა იყოს დადასტურებადი და ოფიციალური. ამერიკის შემთხვევაში შეიძლება არ გერიცხებოდეს, მაგრამ რეალურად მუშაობდე, დასაქმებული იყო და არის გასაუბრება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რამდენად სწორად შეძლებ შენი ბიზნესის და შენი ცხოვრების დეტალების გაზიარებას, ამ შემთხვევაში გულისხმობ ძირითადად რა თქმა უნდა კარიერულ დეტალებს. თანხის წარმომავლობას კითხულობენ? ამერიკის შემთხვევაში თანხის წარმომავლობაზე შეიძლება აქცენტი არ გაკეთდეს, თუმცა იმ ქვეყნების შემთხვევაში, სადაც არ იგზავნება, ანუ არ არის გასაუბრება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორ დააგროვა ეს თანხა. თუ პირობითად მე მაქვს ხელფასი 2000 ლარი და დანაზოგი მაქვს 100000 დოლარი, ეს დეტალურად უნდა მიაწოდო დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, საიდან როგორ შეძალი შენ 2000 ლარიანი შემოსავლით 100000 ლარის თუ დოლარის დაგროვება. ამიტომ ამ კუთხით ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ვიღაცას გონია, რომ მე ხელფასი 1500 ლარი მაქვს, მაგრამ მოდი ვაჩვენებ დიდ დანაზოგს, რომ მე მაქვს უძრავი ქონებაც, მაგრამ თუ დიდი დანაზოგი აუცილებლად უარი მოვა თუ არ ახსნი დოკუმენტების სახით, რატომ გაქვს ეს დანაზოგი და როგორ შეძელი დაგროვება. რაც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ გამორჩებათ ხოლმე.
მაინც რას ეტყოდი ადამიანებს, ვინც ახლა ჩვენ სიუჟეტს ნახავს, რატომ უნდა მოვიდნენ შენთან და როგორ უნდა დაგიკავშირდნენ? ადამიანებს ვეტყოდი იმას, რომ არასდროს არ დაუჯერონ სხვების გამოცდილებას. შეიძლება ძალიან ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ის რომ მე უძრავი ქონება მაქვს ძალიან მაღალი შემოსავალი, მიმოგზაურე ბევრ ქვეყანაში და უარი მითხრეს, ეს არ იყოს მათთვისაც უარის მიზეზი, იმიტომ რომ ამ ადამიანების აპლიკაცია შეიძლება სწორად არ იყო მიტანილი კონსულამდე, ის რომ მათ უარი უთხრეს, არ ნიშნავს იმას, რომ შენს მიიღებ უარს. ჩემი კომპანიის სახელით მე მომხმარებელს ვაძლევ იმის გარანტიას, რომ ვიქნებით მათთან მართლები და სწორად მივიტანთ მათ მესიჯებს კონსულებამდე. ამას ურჩევდი, რომ უბრალოდ ვიღაცის უარი თავიანთ ოცნებებზე უარი არ თქვან და ოცნებად არ დატოვონ. სიახლეები და გეგმები რა გაქვს კომპანიის თვალსაზრისით? გაცვლის პროგრამებზე მუშაობთ ამ ეტაპზე აქტიურად, იმიტომ რომ კომპანიას უკვე აქვს გარკვეული ნდობა და რეპუტაცია და მოგმართავენ მშობლები, რომ მათი შვილებისთვის გაცვლის პროგრამების პროცესში დავეხმაროთ და ამ მიმართულებით მუშაობ. ახლაც მაისში დაგეგმილი მაქვს ლონდონში ვიზიტი, სადაც უნდა შევხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს და ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად განვითარდეთ და ზოგადად ნებისმიერ ბიზნესს და ნებისმიერ საქმიანობას, რა თქმა უნდა, სჭირდება სიახლე, წინსვლა და ჩვენ არასდროს არ გავჩერდებით ამ ეტაპზე და ჩემს საქართველოს ბანკსაც ესე დღემდე ესე მოვიხსენიებ, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან ბევრი მომცა 10 წლის განმავლობაში და ჩემი საქართველოს ბანკის ლოზუნგს გავიმეორებ, რომ არასდროს არ უნდა გაჩერდე განვითარების გზაზე და ყველა ჩემს მომხმარებელს ამას ვეუბნები, რომ არ გავჩერდეთ. არა მოვჭრიე ახლა ამას და საქართველოს ბანკს შეუძლია რომ დამიმეგობრდეს მეც. არ არის პრობლემა. ძალიან კარგი. საქართველოს ბანკთან დამეგობრდა და ზუსტად ესეთ პროგრამებზე ძალიან აქტიურად მუშაობს განათლების მიმართულებით და ბევრი სიახლეები გეგმება ჩვენი მიმართულებითაც ეს მეც ალკე ამბავია. აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მე არასდროს არ ვაკეთებ იმას, რა გზაც მე თვითონ არ გამივლია და რაც გულისხმობ ამაში. თუ ამერიკის ვიზაზე გემსახურები, აუცილებლად მაქვს ამერიკის ვიზა. თუ კანადის ავიზო სამსახურს გთავაზობ ჩემი კომპანია, მე თვითონ მაქვს კანადის ვიზა, ანუ ისეთ რამეს არ ვთავაზობ მომხმარებელს, რა გზაც მე არ გამივლია. თეორიული ცოდნის საფუძველზე არ აკეთებ პრაქტიკულად. თეორიული არა, პირველად ყველაფერს ვაკეთებ ჩემს ჯერზე და ეს გაცვლითი მიმართულების კუთხითაც მინდა აღნიშნო, რომ ამერიკაში ვაბარებ უნივერსიტეტში მე თვითონ მეორე დოქტორანტურაზე და ამ გზასაც მე გავდივარ და შემდეგ უკვე ოფიციალურად შევთავაზებ მომხმარებელს. ხშირად მეკითხები, რომ აი ამ ვიზის ფარგლებში შეიძლება რომ დავრჩე? ეს არის ტურისტული ვიზა. თუ სტუდენტურ ვიზას ვაკეთებთ, ეს არის სტუდენტური ვიზა და ზოგადად ვფიქრობ, რომ ნებისმიერი საქმის თუ ვიზის თუ არ აქვს მნიშვნელობა, უნდა იყოს პასუხისმგებლიანი საკუთარ თავთან და რა თქმა უნდა, არ უნდა დაარღვიონ ვიზის პირობები და დროულად დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. კომპანიამ ჯგუფური ტური ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს და ამ კომპანიის რეპუტაციას მე ძალიან ვუფრთხილდები და მომხმარებელს ადამიანურად ვუხსნი, რომ ამ ტურის ფარგლებში დარჩენა არის აბსოლუტურად გამორიცხული. ვფიქრობ, რომ აი რაღაც ამ ტურიზმის სფეროში განსაკუთრებული მისიით ვარ ამ ცხოვრებაში და უნდა დავეხმარო ადამიანებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ ტურისტულად იმოგზაურონ, არამედ ესეთი მნიშვნელოვანი ურთიერთობები გადაარჩინონ სიშორისგან და მე ვარ ხიდი, ასე ვთქვათ. ბიზნესი მხოლოდ იდეა არ არის. ეს არის გადაწყვეტილებები, რისკები და შეცდომები. ისტორიები, რომლებიც წარმატებამდე მიდის. ჩვენ ვხვდებით მათ, ვინც ბიზნესს რეალურად ქმნის. გახდი ნაწილი რეალური ბიზნესის ისტორიების რუბრიკაში ბიზნეს ამბავი.